ბიძინა ივანიშვილის ეს პლასტმასის თოჯინა ლაპარაკობს, რომ თურმე გადასახადების გადამხდელების ფული, ხალხიდან აგროვებული ფული უნდა ესე დაიხარჯოს მიზნობრივად რა. მაშინ, როდესაც აგერ აიც გუშინ იყო თუ გუშინ წინ რომ დაანონსეს აი მეორე პლასტმასის თოჯინა რო ყავთ, ჩინური პლასტმასის თოჯინა მამუკა მდინარაძეს თურმე უქმნიან ცალკე სამსახურს, სამმართველოს თუ რაღაცა, რომელიც დაკავებული იქნება მოქალაქეების Facebook-ის, Instagram-ის და TikTok-ის კონტროლით, რომ ემანდ ვინმეს ხელისუფლებაზე ცუდი არაფერი წამოწდეს. და მაგაში უნდა ხალხი დაასაქმონ, ხელფასები მიცენ, მერე ესენი რომ რაღაცეებს გამოიძიებენ, იურისტები ჩართონ, იურისტებმა წაიღონ სასამართლოში, სასამართლო დატვირთონ, მერე გასაჩივრებები, სააპელაციო სასამართლო, ამაში უნდა დაიხარჯოს უამრავი ფული. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ეს რაღაცა უბედური მუსიკოსი ჩამოყავთ, რაღაცა ფაშისტი და რაღაცა არ ვიცი და მოკლედ ამ კონცერტში იხდიან უზარმაზარ ფულს და არ მგონია რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქეს ანის კონცერტი, რომელზეც ვერ დაესწრება ერჩივნოს ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივებას, ან კიდევ კობახიძის ჭორიკანა კობახიძეა თუ მდინარაძის ჭორიკანა სამმართველოს დაფინანსება ერჩივნოს ბავშვების დაფინანსებას, მაგრამ ეს ფული რომ მაგ მიმართულებით მიმართონ და ეს სანახაობა შექმნან, ხო? და პლუს რეპრესია გააძლიერონ. ამისათვის წამალს აშავებენ, ბავშვებს აშავებენ, ბავშვების მშობლებს აშავებენ და ამბობენ, რომ თურმე ბავშვები, რომლებსაც უმძიმესი ქრონიკული დაავადება აქვს და მათი მშობლები ისეთ რაღაცას ითხოვენ, რომ მათივე ინტერესების საწინააღმდეგო არის. გესმით, რა დონეზე არის უკიფრობა მისული და ამათი სიბოროტე. არაფერი ამათში ადამიანური არ არის.